ეთერში. Დავით არახველიძე სენაკში მცხოვრებ აფხაზეთთან იძულებით გადაადგილებულ გოგუების ოჯახს ესტუმრა. ვალოდია გოგუა 15 წელია ხერხემლის ტრამვით მწოლიარია და ვერ გადაადგილდება. მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილს მრავალფუნქციური საწოლი გადასცა. დავით არახველიძე სენაკის სამშობიარო სახლსაც ესტუმრა, სადაც დევნილთა სამინისტრომ სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა, რომელიც უწყებამ საჩუქრად გერმანელი დონორის ლაუს ჰიპისგან მიიღო. სამედიცინო ცენტრი დევნილ მოსახლეობას შეღავათიან ფასებში მოემსახურება. აღიარებული სპეციფიური დანიშნულების საწოლები გადავეცით კლინიკას, რის სანაცვლოდაც კლინიკა უფასოდ ემსახურება აქაურ დევნილებს. დღეს შევნახეთ პროცესი დევნილთა დიაგნოსტიკისა სხვადასხვა მიმართულებით. გადმოგვეცა მრავალფუნქციური საწოლები და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ამ სამინისტროს. შეღავათიან ფაზებში გაუწევთ აწი დევნილებს შემდგომ მომსახურებას. მაქვს ზურგის ტვინის დაბეჭდილება. ძალიან მჭირდებოდა ეს არის ფუნქციონალური საწოლი, რომელიც ჩემნაირი ადამიანისთვის არის ალბათ და ფიზიკურ მდგომარეობას ცოტა შემიმსუბუქებს.